მინდა გაგაცნოთ Microsoft-ის უფასო ონლაინ საწყობი თქვენი საქაღალდეების, დოკუმენტების, ფოტოების შესანახად, რომლებზეც შეგიძლიათ ცდომა გქონდეთ ნებისმიერი ადგილიდან. SkyDrive ჩაშენებულია უკვე ახალ Windows-ში და მუშაობს უფრო ეფექტურად. თქვენ შეგიძლიათ ძალიან ადვილად შეინახოთ თქვენი ფაილები, ათასობით ფოტოები და დოკუმენტები. იმისათვის, რომ გამოიყენოთ SkyDrive-ი, საჭიროა შეხვიდეთ საიტზე philnetwork.com, ჩამოშალოთ რესურსები, ვირჩევთ Free Tools და შევდივართ განყოფილებაში, სადაც Microsoft-ის ხელსაწყოებია მოთავსებული. ამჯერად შევჩერდებით Microsoft SkyDrive-ზე. შევდივართ და გადავდივართ სტაფილოსფერი ღილაკით Get it now SkyDrive-ის განყოფილებაში. შემდეგ ჩამოვტვირთავთ Download ღილაკით და Save ღილაკით კი შევინახავთ. ხსნით შემდეგ საიტ skydrive.live.com და მას შემდეგ, რაც გახსნით პროფილს, უკვე შესაძლებელი იქნება, რომ ატვირთოთ, შეინახოთ და შემდეგ გამოიყენოთ დოკუმენტები. SkyDrive არის ძალიან მარტივი და უსაფრთხო. თქვენ SkyDrive გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ფაილი გამოიყენოთ თავად ან თქვენს კოლეგებსა და მოსწავლეებს მისცეთ ზოგიერთ მათგანზე წვდომის უფლება. SkyDrive-ის დახმარებით თქვენს დოკუმენტებზე წვდომის საშუალება გექნებათ ნებისმიერი ადგილიდან. ატვირთეთ თქვენი ყველა მნიშვნელოვანი ფაილი. თქვენ შეძლებთ კლასის დავალებები, ჯგუფური პროექტების, სხვადასხვა ფოტოების, ფაილების უსაფრთხოდ შენახვას. SkyDrive-ის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი ფაილების ორგანიზება და ადვილად გამოყენება. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი საქაღალდე მაქვს, რომლებშიც მოთავსებულია ფაილები. თუ გვინდა დავამატოთ ახალი რესურსები, ქმნით ახალ ფოლდერს, ვარქმევთ სახელს, მაგალითად თეა. ხსნით შემდეგ ამ საქაღალდეს, აპლოდ ღილაკით, მაგალითად დესკტოპიდან, ვირჩევთ მასწავლებლის გზამკვლევს, Open ღილაკით ვსვავთ და იტვირთება, როგორც ხედავთ, დოკუმენტი, ასევე შეგვიძლია მეორეც დავამატოთ შეფასების რუბრიკები და ატვირთვა ხორციელდება ძალიან სწრაფად. SkyDrive-თან ერთად თქვენ შეგიძლიათ რომ გახსნათ და იმუშაოთ Word-ში, Excel-ში, PowerPoint-ში. თუ თქვენ არ გაქვთ კომპიუტერში საოფისე პროგრამები, თქვენ ადვილად შეგიძლიათ წვდომა და მუშაობა საოფისე დოკუმენტებში სწორედ SkyDrive-ის საშუალებით. მაგალითად, კომპიუტერში მე არ მაქვს საოფისე პროგრამები და შემიძლია SkyDrive-ის საშუალებით ვიმუშაო საპრეზენტაციო პროგრამაში. იხსნება პრეზენტაცია, როგორც ხედავთ. შემიძლია პრეზენტაციის როგორც დათვალიერება, ასევე მუშაობა და შესწორებების გაკეთება. ფაილ ღილაკით შემიძლია ახალი პრეზენტაცია შევქმნა, ასევე გავხსნა უკვე არსებული პრეზენტაციები, რაც მაქვს SkyDrive-ში, Edit ღილაკით ჩავასწორო, ასევე Save ღილაკით შევინახო, ასევე ჩამოვტვირთო, დავბეჭდო, გავაზიარო, მივიღო ასევე embed ბმულები, იმისათვის რომ ბლოგზე გადავიტანო კოპირების საშუალებით, ბმულს დავაკოპირებ და ასევე ავირჩევ ჩემთვის სასურველ ზომას, რა ზომა მინდა რომ ჩავსვამ ჩემს ბლოგზე. რაც შეეხება მეორე ღილაკს, Edit ღილაკით შემიძლია შესწორებებით შევიტანო ჩემს პრეზენტაციაში. Share ღილაკის საშუალებით შემიძლია გადავგზავნო პრეზენტაცია ან ნებისმიერი ფაილი, ასევე მივიღო ლინკი და გავაზიარო, ბმული მივიღო, ასევე ბმული შესაძლებელია უფრო მცირე ზომის იყოს და ჩავსვავ შემდეგ კოპირებით და მივცემ ცდომის საშუალებას. ასევე შეგვიძლია რომ ბმულის მიღებისას მივცეთ მხოლოდ დათვალიერების საშუალება ან საჯარო იყოს და შეეძლოს მასაც რედაქტირება. შეგვიძლია ასევე slideshow-ს გაშვება. როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგი შესაძლებლობები აქვს SkyDrive-ს. ასე რომ გამოიყენეთ SkyDrive და თქვენი ფაილები ყოველთვის თქვენთან იქნება, არ იქნები დამოკიდებული ლეპტოპზე მუშაობს თუ არა ის, მეხსიერების ბარათის სახში დარჩენისას არ ინერვიულებთ, ნებისმიერ დროს დაამატებთ ახალ ფაილებს SkyDrive-ზე
დიდი მადლობა Microsoft-ს ასეთი კარგი ხელსაწყოსათვის.